მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს და სამართალდამცველს, პიროტექნიკას, ცეცხლს და ძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, მართალია მას არავინ არ გმობს მერე, გარდა იმ ხალხისა, ვის ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს და სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელიც და ის ხალხი, რომლებიც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლო მსახურებაში არ არის მარტო საქმე. ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე არაზიანის დამწვრობა, სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგჩვენებია ყოველს ჩვენ და ეს თურმე არაფერი არის, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები შეიძლება წარუშლის შამებისთვის და იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად ამას დაცვა ჭირდება და ბუნებრივია ამ გამოწვევის შესაბამისად პარლამენტის მიიღებს შესაბამის ნორმას. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანის ფიზიკური დაზიანება, კიდურების დაკარგვა, თვალის დამწვრობა, ადამიანის გარდაცვალებაც კი და ასევე პიროტექნიკური ნაწარმის არასწორი გამოყენება ხშირ შემთხვევაში იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენასაც კი. განსაკუთრებით მოწყვლადი კი ამ მიმართულებით არიან არასრულწლოვნები, ბავშვები, რამდენადაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პიროტექნიკურ ნაწარმს, ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გარდა რისკებს ასევე გარემოს დაბინძურების მიმართულებითაც შეიცავს. ამავდროულად აღსანიშნავი არის, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის დირექტივა, კერძოდ 2013-29, რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფას, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელთაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაციის საკითხები. ეს არ არის თქვათ ცეცხლსასროლი იარაღის ტოლფასი, მაგრამ ვიმეორებ, ბევრი პიროტექნიკა არის ისეთი, რომელთაც ადამიანებს ელემენტარულად დააზიანებდა და ჩვენ ნახეთ არაერთი პოლიციელი სამწუხაროდ, რომელიც ამით ფიზიკურად დაზიანდა. შესაბამისად ეს რეგულაციები აუცილებელია. როდესაც ჩვენ გინდა რომ საჯაროდ გამოხატო პროტესტი, მაშინ იღები რატო გიკეთია? თუ შენ გინდა რაღაც პერფორმანსი გააკეთო, სახში გააკეთე ან კერძო სექტორში. შენ როცა გინდა რომ საჯაროდ დააფიქსირო შენი პროტესტი, საზოგადოებას რატო უმალავ შენ სახეს? გრცხვენია თუ არ გინდა რომ საზოგადოებამ გიცნოს, მაშინ ესე კი არ გინდა პროტესტი. ესე იგი სხვა ჩანაფიქრი გაქვს. დანაშაული გინდა ჩაიდინო და არ მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შენი იდენტიფიცირება. ამიტომაც როგორც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთანაც თუ შენ გამოდიხარ და აპროტესტებ რაიმე საკითხს, ამ შემთხვევაში აქ ეკრძალება ნიღბის გაკეთება. იმისათვის რომ ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ, რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილი არის, რომ რა თქმა უნდა ნიღბები გამოყენებული არ იყოს და აკრძალული იყოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს. ამავდროულად პრაქტიკა მაჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ეგრეთ წოდებული მინათებების, სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავისუფლი პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს. თავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს. მინდა ასეთი მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომ არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დროსრულიად ლოგიკურია ის თუ იმართება პარლამენტის წინ აქცია, ფურცელაძის ქუჩაზე თუ შეიკრება რამოდენიმე ათეული და ასეული ადამიანი ნიღბიანი, ამას არავითარი რეაგირება თუ არ მოყვა მას, მაშინ აღნიშნული კანონით სათანადოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ის ვრცელდებოდეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.